აგროქიმიკატების ბაზრის მონიტორინგის შემდეგ კონკურენციის სააგენტო ბაზარზე მოკვლევის დაწყებას არ გამორიცხავს. სააგენტომ აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ბაზარზე არსებულ დომინანტურ მდგომარეობაზე, მაღალ ფასდამატებსა და ინტერესთა შესაძლო კონფლიქტზე. მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად აგროქიმიკატების ნაწილში 2022-25 წლებში დაიდენტიფიცირდა 75 შემთხვევა, როდესაც პროდუქციის იმპორტის დონიდან საცალო დონემდე ფასდამატი 100%-ს აღემატებოდა. პესტიციდების ბაზრის შესწავლის რეკომენდაცია მთავრობამ სურსათის, საწვავისა და მედიკამენტების ფასების შემდეგ გასცა. სააგენტოს დასკვნებს არ ეთანხმება აგროქიმიკატებისა და პესტიციდების რეალიზაციის ბაზარი, მათი განცხადებით ბაზარი საკმაოდ მაღალ კონკურენტუნარიანია. უშუალოდ რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს ბაზარზე, ამის შესახებ უკვე ეკა გაზდელიანი მოგუყვება, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. მოგესალმები ელენე, კონკურენციის სააგენტო არ გამორიცხავს მონიტორინგის დასრულების შემდეგ უკვე აგროქიმიკატების და პესტიციდების ბაზარზე მოკვლევა დაიწყოს, რადგან როგორც სააგენტო განმარტავს, მონიტორინგის შუალედურ ანგარიში სხვადასხვა რისკები გამოიკვეთა. შუალედური ანგარიშის თანახმად 2022 და 2025 წლებში აგროქიმიკატების ნაწილში 75 შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც იმპორტის დონიდან საცალო დონემდე ფასდამატი 100%-ს აღემატებოდა. საოპერაციო ხარჯებისა და გადასახადების გაუთვალისწინებლად პესტიციდების შემთხვევაში კი ასეთი 86 შემთხვევა აღრიცხა სააგენტომ. მათი განმარტებით კონკრეტულ მიმართულებებზე ცალკეულ კომპანიებს ბაზრის 40%-ზე მეტი წილი უჭირავთ, რაც მათ დომინანტურ მდგომარეობაზე მიუთითებს, ხოლო როდესაც ამგვარი კომპანია პროდუქციას განსაკუთრებით მაღალი ფასდამატით ყიდის, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების რისკები არსებობს. ამ რისკის დადასტურება ან გამორიცხვა კი უკვე ბაზრის მოკვლევა შეუძლია. ამ ეტაპზე ჩვენ რა პროცესიც გვაქვს, ეს არის მონიტორინგი და მონიტორინგის ფარგლებში ხდება კონკრეტული რისკების გამოკვეთა და რისკი არის მათ შორის ის, რომ კომპანიას აქვს დომინანტური მდგომარეობა და პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს განსაკუთრებით მაღალი ფასდამატით. ეს რისკი მონიტორინგის ფარგლებში უკვე არის გამოკვეთილი და მონიტორინგის საბოლოო ანგარიშით უკვე სააგენტო გასცემს რეკომენდაციას სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიმართ ამავდროულად იმსჩელებს მიზანშეწონილობაზე, რამდენად უნდა დაიწყოს აქ მოკვლევა უკვე შემდგომში, რათა ეს რისკი დადასტურდეს ან გამოირიცხოს. კონკურენციის სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებულ რისკებსა თუ მიგნებებს არ ეთანხმებიან აგროქიმიკატების იმპორტიორები და რეალიზატორები. მათი ნაწილის განმარტებით ბაზარზე საკმაოდ მაღალი კონკურენცია და ფაქტობრივად შეუძლებელია რომელიმე რეალიზატორმა პროდუქცია 100%-იანი ფასდამატით გაყიდოს. ამასთან საუბარი იმაზე, რომ ბაზარზე რომელიმე კომპანია რაიმე მიმართულებით 40%-იან წილს ფლობს, მათი თქმით სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, აგრომაღაზია კარტლესის დირექტორი ჩვენთან განმარტავს, რომ მთლიანი ბაზარი წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის იმპორტირებულ პროდუქციას შეადგენს, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია და ამ ბაზარზე უამრავი კომპანია ოპერირებს. ამას ემატება სეზონურობა, როდესაც სულ 6 თვე აქვს სექტორის პროდუქციის გასაყიდად, მარჟები კი მცირე და ამიტომ ბაზარზე საბდამ ფასებში ჩარევა სექტორს მისი განმარტებით ჩამოშლის პირას მიიყვანს. იმ პირობებში, როდესაც სეზონი არის 6 თვე, როდესაც ბაზარი არის ძალიან მცირე, კონკურენცია არის მაღალი, ხო, ეს ინვესტიცია საიდან უნდა განხორციელდეს. ბუნებრივია ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული ამაში. ამიტომ მე ვთვლი, რომ აქ ჩარევა, რაღაცა უხეში ჩარევა ფასებში იქნება მოიტანს ძალიან ცუდ შედეგებს სინამდვილეში. კარგს არაფერს არ მოიტანს. პირიქით, შეიძლება ისევ დაიშალოს ეს ყველაფერი. ინვესტორი ვიღაცა რომ მოვიდეს და ამ დარგში ფული ჩადოს, ესეც ნაკლებად სავარაუდო, იმიტომ ბაზარი არის ძალიან მცირე. და მომგებიანობას თუ იქნება ძალიან მცირე, მაშინ უბრალოდ აზრი არ აქვს, ხო? 100% გამორიცხულია, ეგეთი ფიზიკურად არ არსებობს. ვერ გაიყიდება ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენცია. ყველა წარმოებელი წარმოდგენილი არის როგორც მულტინაციონალური, ისევე მცირე, ასევე უახლოესი ქვეყნების, ეს იქნება შუა აზია თუ რუსეთი თუ ბელორუსია, ყველა პროდუქტი და ყველა მწარმოებელი ბაზარზე არის წარმოდგენილი. შესაბამისად, კონკურენცია არის ძალიან დიდი. როგორი დომინანტობა უნდა ქონდეს კომპანიას, რომ მათ ხელფასთან ფიზიკურად ვერ გაყიდდეს. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით 2022 წლიდან აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ბაზარზე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. პანდემიის პერიოდში ამ პროდუქციაზე ფასები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, თუმცა COVID რეგულაციების მოხსნის შემდეგ იმპორტის ფასების კლების მიუხედავად კომპანიებმა სარეალიზაციო ტარიფები არ შეამცირეს. ამიტომ პესტიციდების ბაზრის შესწავლის რეკომენდაცია მთავრობამ გასცა სურსათის, მედიკამენტების და საწვავის შემდეგ. უკვე ამ ბაზრის შესწავლის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 თებერვლის სხდომაზე განაცხადა.
გახდა. კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განმარტებით ბაზრის მონიტორინგი უახლოეს პერიოდში დასრულდება, ხოლო საბოლოო შედეგები გასაჯაროვდება და რეკომენდაციები ანგარიშთან ერთად რეკომენდაციის ადრესატსაც გადაეგზავნება. უფრო ვრცლად ამ საკითხზე 19 საათიან გამოშვებაში კი ამბობთ. მადლობა ეკა გაზდელიანს უსმენთ პირდაპირ ეთერში.